ახლა კი ჩემი გადაცემის პირველი სტუმრები არიან სალომე ბაკურაძე და ნოდიკო ტადიშვილი. კარგი გამარჯობა თქვენი, როგორ ახართ მეგობრებო? კარგი, შენ როგორ ხარ, ბაჭო? შვენი ვარ, არაჩვეულები. შენ გადაცემაში. კარგად მოწყობილ ხარ, წყალიც კარგი გაქვს. წყალი მიირთვით ნამდვილად წყალი, მართლაც რომ კარგი გვაქვს. ჩვენ ვართ A კატეგორიის მომღერლები. აჰა. პრინციპში გეგამოდის, იმიტომ რომ გამოგვიძახეს. ეს დღეს, მაგრამ ანუ ზოგადად. ისიც შეგვიძლია ისიც, მაგრამ ანუ 10 და 5. ძირითადად ვართ A კატეგორიის და არსებობენ B კატეგორიისაც. ძალიან კაითება იყო, იქ მოგვეწონა და. უსმინეთ A კატეგორიის არის უსმინეთ მოგეწონათ ჩემი მონოლოგი. კი, და A კატეგორიის არის ისეთი მომღერლები, აი, ყველგან რო გააჩერებ და რო ამღერებ. კი. B კატეგორიის არის უნდა გამოიძახო. კი, გამოიძახება. ძალიან მოგვეწონა, აქაც გამოგვადგება. და D კატეგორიას არ გირჩევთ. არა? რატო? ნუ აი, როგორ უნდა იმღერონ ახლა ეს რა. სახლში მტვერების წმენდის დროს? არა, გამოივლის და შეახტები რა. არა, გამოივლის, წაიღინებს და მოусმენ. ჰა? გამოივლის, წაიღინებს და მოусმენ. კი, კი. C კატეგორია. შეიძლება რაღაც ნოტები ვერ აიღოს, მაგრამ არ აუშავს. 7-დან 4 აიღოს, ძმაო. აბარა. საქმეა ეგეც. D არა. ჩვენიერი. როგორ მიდის თქვენი მუსიკალური კარიერის ამბები? რა ხდება ახალი საინტერესო გადასარევად? გამოგვიძახეთ? ძალიან კარგად. თქვენს ერთობლივ ნამუშევარს შევხედე. მე არა მარტო. შენ რა 10 მილიონი კი ბატონო. არა, რატო დამიმგვალეთ ეს ნაკლებობით? რატო რა? არა, 10,380,000 დღეის მონაცემები. რა მეწრილმანე ყოფილ ხარ შენ რა. ყოფილი მიმგვალე. ნესტანსაც ეწყინება სინჯიკაშვილს რეჟისორია და რო გაიგებს გულიდაც. ამიტომ დღეის მონაცემებით მეგობრებო ჩვენი კლიპის ნახვებმა მიაღწია 10,380,000. ხო და მოდი ვნახოთ ეს კლიპი. ჩვენ შევხვდით ერთხელ წვიმიან ქალაქში. არავინ აღარ გვახსოვდა სხვა. ცხოვრების სამერთ ფურცელს რო გადაშლის. არ ვიცით რა გველოდება ხვალ, მიყვარხარ. ხო ეს 10 მილიონი ცოტა ამბავი არ არის რა თქმა უნდა. 10,380,000. კარგი ხო? მე ვიცი რომ ამ კადრების ამ კლიპის გადასაღებად ძალიან ბევრი იწვალეთ. ხო და რაღაცა კადრებიც ვნახე მე ამ წვალების. ხო და მოდი ესეც ვნახოთ რა. ნახოთ. ძალიან ბევრი დუბლი გადავიღეთ და ამის მერე დამჭირდა კურნალობა. თიაქრები გამომივიდნენ ხერხემალს. რაგინ 10,380,000-ისთვის ღირდა. ნუ ამ წამებში შეიძლება კიდევ ხელოვნება მოიწოს. თლად ნუ დააკონკრეტებ 10 მილიონი რაღაცეები. შეიძლება ხვალ 10,400,000-ზე ასე შემდეგ. კი ბატონო, კი. ეხლა ამ ხელა ამდენი ნახვა რომ დააგროვა ამ თქვენმა ვიდეომ. როგორი იყო დამოკიდებულება კონკურენტი სასაცილო ადამიანების? კონკურენტები რა, სადავრი კონკურენტები არიან. რამდენიმე თქვა რომ ის მაგათმა რაღაცა ჩააწყესვა. ნახეს რომ რამდენიმე რა არის ხა ვერ გავიგე იქ 380,000-ზე გამომეკიდე. რამდენიმე 1 2 3
ხოდა მე დადიოდნენ და იქ. ორმა თუ სამა? შენ რატომ მიკარგავ, ვერ გავიგე. სამა. ხოდა მე დადიოდნენ და აბაზრებდნენ რა. ნოდიკონ და სალომემ ჩააწყეს, ნოდიკონ და სალომემ ჩააწყეს, ნოდიკონ და სალომემ ჩააწყეს. რამდენი მილიონიდან დაიწყეს? მილიონს რო გადაცდა უკვე შოქში იყვნენ. მგონი 3-დან დაიწყეს. არა, მილიონიდანვე. ეფემაც. აი ტრენდინგში იმის მერე იჭურავეს და ჩვენ ძალიან ვიცინეთ რა თქმა უნდა. იმდენად კარგი სიმღერა და იმდენად მომეწონა ეს რომ ვიფიქრე რომ ძალიან ბევრ ფილმს მოუხდებოდა საუნდტრეკად. ხოდა შენი მონაწილეობით, ბაჭა. ვნახოთ არ ვიცი დღერამდე ხანს გრძელდება არ ვიცი სად დავდება ხამე უშენოდ ყოფნა გამიცნელდება ვერ მალავაცრემლებულ თვალე ვეცადეთ მაგრამ ბედთან შეხვედრას ვერც შენ ვერც მე ვერ დავემალე ჩვენ შევხვდით ერთად წვიმიან ქალაქში არავინ აღარ გახსოვდა სხვა ცხოვრების სამერთ ქურცეს დრო გადაშლის არ ვიცით რა გველოდება ხვალ მიყვარხარ თვალები არასდროს არ ცდებიან უსიტყვოდ ამბობენ ჩვენ საქმეს თავარი ჩვენი სიყვარულია და მეც არ გთხოვ დღეს სხვას არაფერს მოკლედ ამ ვიდეოს უკვე ერთი ნახვა აქვს. ამ ვიდეოს ხვალ იქნება 1,380,000. ბევრი კონცერტები გაქვთ. ქორწილებიც. ქორწილებიც. ეს ქორწილები რა ვარიანტია? ძალიან მაგარი. ხო? რა ხდება ხოლმე ქორწილებში? კაია ძალიან. კარგია ძალიან. ერთობი? ერთობით? ერთობით? აჰა. და კონცერტებზე? მხოლოდ ერთობით? არა, ძირითადად ერთობით, იმიტომ რომ გარდა იმისა, რომ სიამოვნებას გვანიჭებს სიმღერა, ერთობით ახლა სცენაზე, რა თქმა უნდა, რომ ერთობით. სიამოვნებას ვიღებ ძალიან. უკნიდან რაღაცებს უჩხიკინებ ხოლმე, ნოდიკოსო გავაცინო დუეტის შესრულების დროს. არ მინდა რომ მოუყურებსათ მიჩხიკინებ ხოლმე. შეშიდობა. კი. ეხლა მე მგონი კურიოზზე მიდიხარ შენ გატყობ, ხო? ია, მე კურიოზ ხომ და გაიხსენე. მე არა, თქვენ მიდიხართ, მე რა, მე. მე სულ არ ვიცი, მე ჩემთვის რაღაცა კითხვას გეუბნებ და შენ უცებ, უი, იცი რა, და მე ყვები ამ ყველა. ხო და აბა რა? რა. ჩვენსაც ძალიან ბევრი კურიოზი გქონია, ოღონდ სინამდვილეში, აი ყოველდღიურად და ნუ ნახევარზე მეტი ოღონდ რომ არ მოიყოლება ის კურიოზი. რაც მოიყოლება, ისეთი თუ გაქვთ, ერთად რამდენი სიმღერა გაქვთ ამის გარდა შესრულებული და თუ გაქვთ. ძალიან ბევრი სიმღერა გვიმღერია ერთად. ხო, ძალიან ბევრი. ბენდის გარეშე ორკესტრით, ამჯერად მოვყვეთ ორკესტრთან ერთად შესრულებული სიმღერის თავგადასავალი. კი, ეგ მოიყოლებათ. ეგ მოიყოლება. მოიყოლება? ხო, ესე იგი არის ჩვენი უდიდესი ქართველი კომპოზიტორის ვაჟა აზარაშვილის სკოლის გახსნა. მოვიკითხავთ აქედან. და ნოდიკო მღერით დუეტს. ხევსურული ბალადა ესე ქვია სიმღერას. ნოდიკოს ეს სიმღერა იქამდე აქვს სხვადასხვა შემსრულებლებთან ერთად ნამღერი, უბრალოდ მე ვარ ახალი პარტნიორი ამ სიმღერაში. ნოდიკო მიცის მელოდია, ტექსტი, გამჯდარი აქვს სიმღერა ერთ სიტყვით და მე ჩემს ახალია. და ვარ ფილარმონიაში გადავსებულია მთელი დარბაზთან. ხო და მე ცოტა ზღელავ ტექსტთან დაკავშირებით, იმიტომ რომ მელოდია ეხა ხდებით დაეგრავე და ტექსტი ცოტა ხოდა ნერვიულობ და ნოდიკო მაწყნებს კარგი რა მოხდება ეხა და ვისწავლე, ვიმეცადინე, გავედით სცენაზე. მღერით შუა სიმღერამდე ვარ, სადღაც მისული. ნოდიკოც ძალიან ისე თავის-თავში დარწმუნებული და მეც ისე ვარ რა, რომ ნახევარი სიმღერა კარგად ჩავატარეთ. და უცებ მეორე სტროფში, ნოდიკო მე სიტყვები არ მეცნო რაღაცა მღერის, ნოდიკო და ეს სიტყვები არ მეცნობა. მე შეიძლება ვიგონებ. გამოიგონა რაღაცა ქართულ სიმღერაში. დას დავდუნისი დაბდარიბის დაბდიდა და რა მეთქი რა ხდება და იცი როგორ ვარ? მეთქი.
კაპანს და 2 წამში, აი, ამდენი ხანი ამ სიმღერას ღერის ტექსტი როგორ შეეშალა და მე რა როჟა. ანუ ის ხო რა უკრიდან ესე რაღაცი გაუკეთე, მოუღუწე რა არაფერი ბიჭი შეცხვი. ოღონდ არავის არ გაუგია, ხა მე არ მეცნო ტექსტი, თორე დარბაში არავის არ გაუგია ეს. ჩავამთავრეთ სიმღერა, ვართ სულ ბოლოსკენ გასული და თან მე უკვე როგორ იცი, აი ძალიან თავში ალეწილი მაქვს, რა ჩამომიგდეთ თელი სიმღერა ისე ჩავამთავრე სიტყვა არ შემშლეთ, ნოდიკოს რა პონჩი შეეშალო, ნამღერია ეს სიმღერა. სულ ბოლო ფრაზა, სიმღერა მთავრდება ესე, ნოდიკო მეუბნება. გოგო, შავთვალება ჰე და მე უნდა ვუპასუხო. ბიჭო, შავთვალება ჰე. всё, მორჩა სიმღერა. და მითხრა ნოდიკომ რომ გოგო, შავთვალება ჰე და უნდა ვუპასუხო. ბიჭო და всё, გადამეკეტა და ხვდები რომ ერთი სიტყვა არ ვიცი რა უნდა ვუთხრა. ახსოვს მარტო ბიჭო. ვიცი რომ ბიჭო და აი მე ეს შავთვალება რა არის არ ვიცი. ვიცი რომ ნა 4 მარცვალი რაღაცა უნდა და საერთოდ არ მახსოვს რა, აი არაფერი არ მახსოვს რა შეიძლება იყოს და შევხედე ეს საცოდავი თვალებით ნოდიკოს და ბიჭო მაკარენა აი მონები განაცხი, შავთვალება 4 მარცვალი დაიცალა. და ნოდიკო რა თქმა უნდა აშ საგარდაველო. გავბოდით კულისებში. ბატონი ვაჟა მანახა ნეტა ბატონი ვაჟა მანა კვაყოფილი იყო. კვაყოფილი იყო. ბოლოს სიტყვა ეხა არაფერი. ის აქ არის. მე მინდა რომ ერთი თამაში გათამაშოთ. მოკლედ, კარგი, ეხლა გეტყვით რა შეასაკრა. აბა. დავიყოფით 2 გუნდად. ნოდიკო და სალომე. მე და ია. ნახე ია, მერვე გადაცემა დაგჭირდა იმისთვის რომ თამაში ჩართულიყავი. კარგი, მოდი გადავინაცვლოთ ჩვენ აქეთ და თან აგიხსნით თამაშის წესებს. თამაში გიყვარს ჩვენ. მოკლედ, ჩვენი მთავარი მისია, ჩვენს მეწყვილეს გავაგებინოთ მოქმედებით, თუ რა სიმღერა ისმის სტუდიაში. პირი არ ავაყოლოთ? პირი არ ავაყოლოთ, მხოლოდ მოქმედება. დახშული ექნება ჩვენს მეწყვილეს ამ კურსასმენებით სმენა და ჩვენ არ გვექნება დახშული, რადგან გავიგოთ რა უნდა ავხსნათ. ანუ სიმღერის მსვლელობის დროს ვაკეთებ? კი, და სიმღერაც იქნება, ის უნდა ავხსნათ. მოდი, ნოდიკო დაიწყე შენ ახსნა, სალომეს გავუკეთოთ კურსასმენები. 3, 2, 1 გავუშვათ მუსიკა. გადააგდე რაღაც. ჭამე. ვაშლი გადააგდე. გადააგდე და გადააგდე. ხო, გავიგე. დარგე. ვაშლის გამიდვე. ამოვიდა? აკორესა. შეჭამე. და გავიგე. დებრივაშლი. მოქმედეთ, მოქმედეთ. დაგეხმარო. ეს ამას შეყოფა არ ჯობდა? მე შენ მოკვდი. არ მოკვდი. ხოდა მე ვერ მი არ მოთხარე. ვაშლი არ მოთხარე. მე დაგაყარეს ვაშლები. ვაშლის გამყიდვა. ოჩა! მიწად დასაყრელო. მიწა დასაყრელო. ბარი, მიწა დასაყრელო. ხედა მე ამ მოვკვდი და დამასაფლავეს მე. მიწა და მოვკვდი და დამაყარეს. კარგი, ჩემი ჯერია. ხო, მიწა. ოჩა, გილოცავთ რომ გამოიცანეთ. ახლა 1-0. კარგი. ეხლა მოდი თქვენ აქეთ დადექით. და მე და ია დავიკავებთ. ია, აი ეს შენ. მადლობა. ოღონდ შევამოწმეთ. ია, ხო იცი როგორც მოვილაპარაკეთ.
არაფერი ისე. მუსიკა ჩაურთეთ ამას. აჰა. გესმის ჩემი ხმა. რა მაგარი ესე, რასაც გინდა იმასეთ. კარგი, აბა მუსიკა ჩავთოთ სტუდიაში. აჭარული წავიდა მე მღერი რა არის მე ვინა ვარ აჭარული მერე ვინა გრიტო რა კაცო ეს არის ჩიტო ეს არის გრიტო ხუთი მოიცა მეგრე დაგითვალე ძმა მე ვინა ვარ კაია სადახარ ჩიტო გრიტო თან შეყვავდე თან სადახარ ჩიტო ეგ მოვილაპარაკეთ გოგო ჩვენც მოველაპარაკეთ ბაჩო კარგი არა უშავს ერთით ჩიტო გვრიტო ძალიან მარტივია მე თქო რა მომღერებსო უძირო ზეცაო ზამბახის პერიო ზამბახის ვერქენია კარგი შემდეგი ეხლა სალომე უსმის ნოდიკოს ნოდიკო გაიკეთე ყურსასმენები ძმა ჩაირთო უკვე ვა არ გამოურთია ჩაირთო კარგი აბა მუსიკა თავიდან როგორ დაიწყო მიდი თქვი რაღაცები უთხარი რა შედა არის ეს მაგარი ძინა გამეგძინა გამეღვიძა რატო გამეღვიძა განათა გამე ავდაკი და წავედი ჩუმათხა გამე ჩუმათხა გამე ჩიჩუპე გაფადა ორი რა გამიხარდა ბიჭო რა გამიხარდა ახლა მე აი ნახე როგორ ხრიკი არ ვთხრი როგორც მოვილაპარაკეთ რა ძალიან მაგარია წავიდა ჩაირთო ვარსკვლავები და ცისარტყელა მზედან თვალე ხელები ღერი აქ მღერი ღერი ბევრს მღერი ყველა მღერის ღერის ცისა მზე ჩავიდა მზე ჩავიდა აქ ჩავიდა მზე დაბრინავ ყველა მღერის ყველა ვარსკვლავები შენიერი აჰა კი ორი თორი კი ორი თორი ხო კარგი
მოდი ახლა ესეთი რამე ვქნათ რა. მე და ნოდიკო აუხსნით სალომეს და იას ერთ სიმღერას. ორივე ერთად. და ვინც რომელიც პირველი გამოიცნობს, ის გუნდი მოიგებს. იმიტომ რომ ხო 2-2-ია. ხო. კარგი, ეს შენ სალომე. ეს მეორე ყურსასმენი შენ ია. მოდი ბაჭო. გამოიგე. ეგრე უცებ მივხვდები. დაიწყე? ჯერ ჩამოვარდი. ხო. დაიწყე? აი ახლავე. ილუზიონი. ჩვენი სიმღერა. მოიგო. ჯერ მეგონა რომ ის იყო ილუზიონი. მოკლედ გილოცავია 3-2. ვინ მოიგო ანუ? ჩვენ მოვიგეთ. ისევია? ჩვენ. ისევია. ჩვენ. ხო, ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრათ სტუმრობისთვის. ოღონდ სანამ გაგიშვებთ, მანამდე მინდა რომ მაკარენა რო იღებთ. ოღონდ მაკარენით არა, ნამდვილი ტექსტით. ნამდვილი ტექსტი. შესაძლებელია ხო ეს ამბავი? არ სინჯავი ქნა. სინჯო. მაგრამ სანამ ვიმღერებთ, ანუ იმღერებთ, ჩემი ტრადიციული ფოტო რო გადავიღოთ. გადავიღოთ. ნახოთ ფოტო რა მოგვიმზადეს სცენარისტებმა? აი რა. მე ვარ ეს? ესე იგი მე ერთი ხელი უნდა მიჩანდეს ბაჩო, წინ მოდიოდნო. ხელი ან ფეხი სალომე არა. უნდა დაფაროთ ცოტა. უკანატანით. კაცო რა უნდა ამას ვერ გავიგე მე. შუალა შემაყო უკანატანით. არა, ვარ ბაჩო, იქით, სახით იქით. მე აქეთ ბაჩო, სალომე. ნახე, აი ესე ბაჩო, აი. როგორ ასე? ეგარ. ო, სალომე, ისევ შე თუ მომხედავ. 3, 2, 1. ხეობებში გაზაფხულის დარდი და მატარებს ვაი შენი სიყვარული ხარს თუ გავატანე გოგო ვარსკვლავ თვალიანო შენი ჭირიმეო შენთან ერთად გაფრენილა სიღმათვილის დეო ბიჭა ვარსკვლავ თვალიანო შენი ჭირიმეო შენთან ერთად გაფრენილა სიღმათვილის დეო გოგო შავ თვალევა ძალიან დიდი მადლობა, ჩემი სტუმრები იყვნენ ნოდიკო ტატიშვილი და სალომე ბაგურაძე.